გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით მდინარე თერგის შენაკადის ჩხერის მარჯვენა ნაპირზე მყინვარწვერის ფერხთით ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზე აღმართული უკანასკნელი 2-3 საუკუნის განმავლობაში დადუმებული სამონასტრო ცხოვრება აქ 2004 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისა და სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსის პეტრეს ლოცვა კურთხევით განახლება. გერგეთის ყოვლადწმინდა სამება ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით იგი როგორც სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული. მისი მშენებლობა დაუწყია მეფე დიმიტრი მეორე თავდადებულს და გიორგი ბრწყინვალეს დაუსრულებია. გარდამოცემით იგი ნახევარი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა. დღეს შემორჩენილია გალავნით შემოზღუდული ყოვლადწმინდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული საბჭევ. ადგილი, სადაც მთის უძველესი ჩვეულების თანახმად უნიშნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა. გერგეთის წმინდა სამების ტაძარი ხევში, სადაც ძირითადად ბაზილიკური სტილის ტაძრებია შენებული, პირველი გუმბათოვანი ეკლესიაა. ტაძარში არსებული ფრესკები და წმინდა ტრაპეზი ეკლესიის აგების დროინდელი უნდა იყოს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ეს ტაძარი ყოფილა ამავე დროს განძთა საცავი. მტერთა შემოსევების დროს საქართველოს ეკლესიის საგანძურს სწორედ გერგეთის წმინდა სამების ტაძარში გამოხიზნავდნენ ხოლმე. ამავე მიზნითა გარკვეული დროის განმავლობაში ესმენა წმინდა ნინოს ჯვარი. ეკლესია ორსართულიანია და ხევის ბერთა შესაკრებელსაც წარმოადგენდა თურმე. მეორე სართული უცხო თვალისათვის შეუმჩნეველ დიდ სამალავ სივრცეს წარმოადგენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტაძარს თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდა. ტაძრის აგების შესახებ ჩვენამდე ერთმა მეტად საინტერესო ლეგენდა მოაღწია. ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო ყოვლადწმინდა სამების ტაძარი. მაშინ ცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია. მეფენო, ფურ ბერწნი დაკალით და მისი სამგორველი მენჯის ნაწილი სოფლის ბოლოს დააკვეთ. მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთ. მეფეები ასეც მოქცეულა. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. დევრად ხალხის თან გახოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ წმინდა სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე დაფრენილა და აქაც ჯვარი აღმართებთ. აქედან კი გერგეთში ელგეშის ნიშთან დაფრენილა, ცოტა დაუსვენია. ბოლოს წმინდა სამების მთაზე დაუგდია სამგორველი, რის შემდეგაც ამ ადგილზე ტაძრის საძირკველიც გაუჭრია და ტაძრის მშენებლობა დაწყება. მის ასაგებად დევწიქარა ხარებს ქვა ყანოვ-ხურთისიდან ამოუტანიათ. ეს სოფლები ტაძრის მშენებლობის ადგილიდან 15 კილომეტრით არის დაცილებული. კალატოზებისთვის წყალი მეცხვარე სუზიდია. წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.